აი ეს დალაგებულობა ზედმეტია ესეთი რომ მოწესრიგებულობა თუ ამას შევეჩვიეთ ვერასდროს წინ ვერ წავალ მთელი ისტორია დააკვირდით ახლა მე თქვენ ყველას გეცოდინება და ყველაფერი რაც გაკეთებულია რაც მიღწეულია ტექნიკურად თუ სულიერების დარგში ხელოვნებაში ყველა მხატვრობაში ყველა გააკეთეს ყველაფერი ამას მიაღწიეს ავანტიურისტებმა ახლა ეს ავანტიურისტი ცოტა ისეთი ცუდი კონტექსტში ჟღერს დღეს მაგრამ მისი ფუძე არა ავან არის პირველი ჩემი და ტურისტი მგზავრი ანუ უცხო ქალაქს რომ მიადგებდე ვით გაბედავდა და პირველი დადგამდა ფეხს და პირველი შევიდოდა ამ უცხო ქალაქში თუმცა აი ანუ ეს არის პათოსი გარღვევა ჟინი ნახეთ აბა გეოგრაფიული აღმოჩენები თავს წირავდნენ ხალხი ვიც უცხო მიწებზე ფეხს დაღამდნენ აღმოჩენები ყველაფერი რაც დღეს რეალურად შექმნილია რაც კაცობრიობის სიკეთეში ემსახურება ავანტიურისტების შექმნილია ვით გადალახეს შიშები თავიანთი ბიოლოგიური კომფორტი ყველას კარგად ცხოვრობდა შედივრად თავიანთ ოჯახებში თოლშვინში რო იტყვია მაგრამ რაღაცა ეძახის ხმა რომ რაღაცა უნდა დატოვეს ყველაფერი როგორც აბრაამს უცხო აბრაამი კომფორტში ცხოვრობდა იქ ქალდეაში დატოვეს სახლი ოჯახი გვარის შენის ქვეყანა და წადი იმ ქვეყანაზე რომელსაც მეგიტე ეს ხმა ჩვენ ყველას გვესმის უბრალოდ ჩვენზეა დამოკიდებული მოусვეთ ამ ხმას ანუ იაკობის დონე გვაქვს თუ ესავის რომელიც რა დიდ რატო ვიწვალე თავი კაცო ორი დღე ცხოვრობ და შევირგოთ კომფორტი ცოლი შვილი ოჯახი კაი სამსახური კაი ჭამა მაგრამ ეს რას გეუბნება ვინც გაუფრთხილდება თავის სულს ის დაკარგავს თავის სულს ხოლო ვინც დაკარგავს თავის სულს ჩემი გულისთვის და სახარების გული ის შეინარჩუნებს თავის არ როგორც მარცვალს რომ შეეშინდეს არიქა არ მოუკდეო და არ გავნადგურდეო კი ბატონო აგერ თებსზე დავდებ ხორბლის მარცვალს აღმოდიცი თქვენ ამოვა კიდეც მაგრამ ის თავთავი არასდროს არ გამო მაგრამ მარცვალს თუ არ შეეშინდება და მიწაში ჩააგდებ და როგორც იესო ამბობს თავის თავს დაკარგავს მერე შეიძეს თავის თავს არ თუ თავში თავი იყო ბოლოში თავი იქნება ორი თავი ასე რომ აი ეს არის ცხოვრების კანონი ამიტომ აი მოციქულთა საქმე შეერია პავლე და სილა რო ხარ ეს ამრევებიო ახაც მოვიდე ანუ შფოთი შემოტანებიო იესოს რას ეძახდნენ იესოს ბრალდება იყო შფოთის პილატე რა არის რომის პროკურორი რა უნდა სახელმწიფოს გასოთ ისა ვერისუბლის მელოდიები პოლიცმაისტერი რო ერთი ნუ იქნება აღოც ბუნტი წესრიგი დისციპლინა კაიჭა ის სახელმწიფო გაძლევს ყველაფერს სალაფაზი საბჭოთა კავშირი აიღეთ რა გიტყვი ხელფასი იყო საჭმელი იყო ძეხვი იყო ძმაო ეგვიპტეს რო ითხოვდე გასო ყველაფერი იყო ნუ არევთ რა ვიყოთ ასე სადგი და სადვიდი ხარ რატო არ მაგრამ უფალი გეუბნება რომ სხვათა შორის მე ვისაუბრებ ამაზე მაგრამ მოსეს რო ეცხადება იქ მე ვარ რომელიც ვარ იქ უდაბროში იქ წერია უფლის სახელი მე ვარ რომელიც ვარ კი არა მე ვიქნების რომელიც ვიქნები მუდმივი დინამიკა შესაძლებლობათა უსასყურო სპექტრი სხვათა შორის ამერიკული ცივილიზაცია დღეს ამერიკის სახელმწიფო სწორედ ამეებზე დგას მათ იცით კონსტიტუცია სახარებიდან არის აღებული და მუხლებზე ლოცვით დაწერეს და ეს პროცესი რომ მუდმივად სიახლესკენ სწრაფვა და აინტომ აღწევენ იმ წარმატებებს ოღონდ ნუ ახლა ტექნიკურად და მთელი მაშინ აი ეს დინამიკა პროცესი ყოველთვის გადალახვა საზღვრის ჩვენი ბარათაშვილი გაფრინდით შემომერანო გადამატარებ ბედის სამზღვარი თუ აქ ამომდა არემონა მას არც აწემონო შენი ხედა ჩვენი ავთანდილი აწყობილი ქვეყანა კაცო არაბეთი წარმოიდგინეთ და თინათინი რას უშრება აი ყველაფერი აბსოლუტურად საათივით არის აწყობილი მაგრამ აი ზუსტად ისე ესავი დასრულებულია და როდესაც არაბეთში უკვე ბოლო როგორც იტყვიან აი ბოლო დომინოს ქვას რო დადებდა უკვე დალაგებულია ერთადერთი საწუხარი ქონდა როსტევანს რომ მე მკვიდრეთ ჩემი ტოლი არავინ არ ჩასო და გამოჩნდა ავთანდილი რომ მე ნადირობაში აჯუვა და მორჩა ილხენდე და ისევ დამთავ და სადაც დასრულდა იქ დაიწყო ნგრევა ჩდება უცხო მოხმე გარედან და იწყება სულ სხვა პროცესი თინათინი არ მოიდგინე ავთანდის
წლით უშვებს სადღაც უცხო მოხმის საძებელს. ახლა რომ გადმოვიტანოთ ჩვენ ცხოვრებაში ესეც ასეა. იცოდეთ რომ ყოველ ჯერზე როცა თქვენ იგზნობთ რომ უკვე დასრულდა, უკვე კარგად ვარ, ის შინაგანი ის რომელიც მეტია ბიოლოგიურზე, მეტია ამ ყოველდღიურ ცხოველურ მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე, ვიღაცა სული ეხუთება და იქვე გაარღვევს როგორც ნაჭოჭს გამოამტვრებს წიწილი 21 დღეს და სიცოცხლე გამოვა. აი ეს პროცესია აქვს. ებრაელებიც ასე იყვნენ, ეს მისია ყველგან ქონდათ ებრაელებს სამწუხაროდ ყოველთვის სწორად არ იყენებდნენ ამ მისიას და ამ რევებს ეძახდა ყველგან სუდევნებში იყვნენ და ჰიტლერიც გერმანია, რომელიც მოწესრიგებული ქვეყანა იყო, ებრაელები ჩათვალა ამ რევებად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათი ცხოვრების სტილი ხელს უშლიდა და ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო მათი დევნის და ყველგან სადაც იყვნენ ებრაელები. იმიტომ ებრაელობა ისე გამდინარე ყოფნა. ქრისტიანები რა ის ებრაელობა ხა მე რო ამბობ პავლე მოციქული ამბობს რომ ახალი ებრაელები ჩვენ ვართ, ანუ იგივე სული გადმოდის ჩვენც. ქრისტიანად ყოფნა არის სტაბილურ ცხოვრებას, კომფორტით ცხოვრებას, ჯვარი რა არის? ქრისტიანი ყოველთვის არის გამდინარე, ყოველთვის გადამთიელია ებრაელთა მიმართ. დაიკითხეთ, ჩვენო წირები ვართ და ცხემები, აქ ჩვენ მომთაბარეები ვართ, ჩვენ კარვებში ვცხოვრობთ, როგორც აბრაამი ცხოვრობდა კარვებში. რა არის კარავი? კარავს ადამიანი აშენებს დროებით აკეთებს. დროებითი თავშესაფარია, ვიდრე მისი ცხოვრები იქ მოიბალახებენ. როგორც კი ის ადგილი ათვისებულია, მერე გადარეკავს სხვა და კარავს დაარღვევს და ახალ კარავს აშენებს. ანუ რა არის კარავში ცხოვრება? არასოდეს სისტემურ სოფხედველობას არჩები და არ იცავ ამ სოფხედველობას. იქ არ დგამს სახლს, მყარ საძირკველი და თავს არ ესხმის და არ იცავ იმას, რასაც მიაღწია. შენ იცი რომ ამ მიღწეულის კიდე არის ახალი სანახები. ამიტომ მე ერთი მხრივ ვდგავარ ჩემს სოფხედველობას, დიახ, კარავით არის თავშესაფარი ერთგვარი სახლი, მაგრამ მეორე მხრივ მზად ვარ დავარღვიე იწოთა. ხო შენობას ვერ დაარღვევ. ამიტომ ძალიან მტკიცე და მყარი არასოდეს არ უნდა ვიყო ჩვენს ხედვაში. ეს უნდა იყოს ერთგვარად სამუშაო მდგომარეობა, ასე რომ ვთქვათ, რომელსაც როგორც კი გამოვიყენებთ, ავითვისებთ, შემდეგ უნდა მზად უნდა ვიყოთ, გადავიდეთ და ამ გადასვლას ცნობიერების ცნებას მოყვება პრაქტიკული ცნება, ცხოვრების წესის შეცვლა. აი რატო უჭერს იცით ადამიანს აი ეს მოთაბარედ ყოფნა და ნამდვილი წმენის გზიცია როლი? იმიტომ დისკომფორტია, ფესვებს იდგამს. იქ რაღაცას მიაღწევს, რაღაცას ისე იქ უკვე შემოყოფავს გაამყარდება და ნუ რაღაცა ეს წოდენა იქნება, ქონება იქნება თუ სოციალური სტატუსი. რა და ახლა 2 დღე ცხოვრობ და ესეც რომ დავკარგო ვერ არ რისკავ და მთელი ქრისტიანობა არის რისკი, ვიდრე ყველას იმას არ გაივდი აბსოლუტურად და არ შეუერთდები შემოქმედს არ მიმსგავსებ, მანამდე არ გაჩერდ. აი ეს არის იაკობობა ჩვენში და იაკობი ამ გზით მიდის და ხდება ისრაელი და ამაზე ჩვენ შემდეგ ლექციაზე ვისაუბრებთ აუცილებლად.